მოგესალმებით მეგობრებო, გვაქვს ესეთი ძველებური I-58, რომელსაც ვისვრით სამიზნეზე, გვაქვს LA-ის 4 ნომერი 34 გრამი. სამიზნის ზომები არის 6 ცალი თაბახის ფურცელი გადაბმული ერთმანეთზე, ხოლო სამიზნე მანძილი არის 35 მეტრი. ვისვრით სრული ჩოკით. ესეც I-58-ის ნასროლი, სრული ჩოკით, 4 ნომერი, LA-ის ვაზნა 35 მეტრიდან. სამიზნეს ზომები არის 6 ცალი თაბახის ფურცელი გადაბმული, სამიზნეს მოხვდა 198 მარცვალი. ვაზნა იყო კონტეინერიანი. ესე იგი პირველი ვისროლეთ უკვე I-58, 4 ნომერი, LA-ის ვაზნით, ეხლა ვისვრით Fire SLX-800. იგივე ვაზნით, იგივე მანძილი, იგივე სამიზნეს ზომები, ესეც სრული ჩოკით. ესეც უკვე Fire-ის ნასროლი, სრული ჩოკით 4 ნომერი 34 გრამი. მიიტანა 214 მარცვალი. მოკლედ ვისროლეთ ორივე თოფი, ნახეთ გადანაწილება და მიიტანა, ეხა ვაჯიბლეთ ჭრაზე. ვაზნა არის იგივე 4 ნომერი, LA-ის 34 გრამი. სროლა ისევ სრული ჩოკით. პირველი გასროლა არის I-58-დან. ტესტირება ჭრაზე, ესე იგი მეორე სროლა, ვისროლეთ უკვე I-58, ეხლა ვისვრით Fire-ს, 4 ნომერი, 34 გრამი, LA-ის ვაზნა, სრული ჩოკით. ტესტირება ჭრაზე მოხდა თაბახის ფურცლების თლიან შეკვრაზე, ვესროლეთ ორივე გვერდიდან, პირველი ნასროლი I-58, ხოლო მეორე ნასროლი არის უკვე Fire SLX-800. ესე იგი მოხდა დაზიანებული ფურცლების დათვლა, ესე იგი Fire-მა დააზიანა 93 ფურცელი, ხოლო I-58-მა დააზიანა და გახრიტა 83 გვერდი, 83 ფურცელი უпростоრად. ეს არის საბოლოო შედეგი, დასკვნები თავად გააკეთეთ. შესაძლოა და აბსოლუტურად რეალურია, რომ სხვადასხვა ვაზნებზე იარაღი მარჩუნოს სხვადასხვანაირი შედეგი, ასე რომ ამ კონკრეტულ ვაზნაზე უკეთესად იმუშავა Fire-მა, ხოლო ნებისმიერ სხვა ტიპის ვაზნაზე შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს მაჩვენებლები.